ეხლა დავასრულებ რუსეთის ჩიმშილობისგან გადარჩენა ორჯერ აიღო თავის თავზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ეხლა რუსეთი მთლიანად იქნება დამოკიდებული რამდენად შეარბილებს ან გაამკაცრებს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურ ბერკეტებს რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ არავინ არ დაიჯეროს, რომ რუსეთი უკრაინისგან გამოთავისუფლებელი ძალებით რაღაც საქართველოს მიმართ იქნება დამატებითი აგრესიული. ეხლა დავასრულებ ბატონ დავით, ანუ საუბარია იმაზე, რომ არავინ თითითიც არ გაატოკებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასაცავად. თვით რუსეთიც კი შეიძლება სავაჭრო გახდეს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ თუ ჩვენ მოვასწრებთ სწრაფად დავამთავრებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და ჩვენ ქვეყანაში გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ინტერესებს დაიცავს, მას ნებისმიერ დროს შეუძლია გააქტიუროს დეოკუპაციის თემა. კიდევ ერთხელ დაივიწყეთ ოსი და აფხაზი ძმები. ეს თემა, ეს ჩვენი პოლში და პოლიტიკის საქმეა. აქ ლაპარაკია, რომ ეს ტერიტორია ოკუპირებული, ისე როგორც უკრაინის ტერიტორია, ოკუპირებული აქვს რუსეთს და არც ერთი არგუმენტი არ აქვს, რატომ უნდა შეინარჩუნონ ამ ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ძალები. ამიტომ ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური ჩვენი მხრიდან. ეს არ არის ომის მოთხოვნა, ეს არის დეოკუპაციის მოთხოვნა. პირიქით მშვიდობა თუ გვინდა რეგიონში და ქვეყანაში ეს ტერიტორიები უნდა იყოს დეოკუპირებული და თუ ვინც დეოკუპაციას არ ითხოვს, ის არის ომის მდგომარეობის გამხანგრძლივებელი. ზუსტად ესე პირდაპირ და ცალსახად არანაირი რუსული ეგიდის ქვეშ კონფედერაციის მოწყობა, ეს არის სისულელე იდეა, ეს არის მოღალატეობრივი იდეა, რომელიც ოცნების თავში ფუთფუთებს და ამას საქართველოში არავინ არ დაუშვებს. საქართველოს მოსახლეობა ამას არ დაუშვებს, აქვე შეწყვიტონ შეუძლიათ ამაზე აზროვნება. ჩვენ შეგვიძლია პოლიტიკურად და სწორი პოლიტიკით, სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკით მოხდეს დეოკუპაცია. ხოლო რაც შეეხება ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი ექნება, ვინც იარაღს გადადებს და მზად არის ქართულ კანონსაკანონმდებლო სივრცეში შემოვიდეს, მათთან უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, რაც უფრო მაღალი დემოკრატიის ხარისხი იქნება, რაც უფრო ნაკლები კოცისტანი იქნება თუ ოცნების წევრი იქნება პოლიტიკაში, მით უფრო ჯანსაღი დემოკრატია გვექნება და მით უფრო ადვილი იქნება ოსი და აფხაზი ქართველი მოქალაქეების უფლებების დაცვა. მარტივი ესება და თავსახა ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე. ამიტომ კიდევ ერთხელ მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მარტო რჩება ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მას დავაჩოქებთ. უეჭველი დავაჩოქებთ და ისინი მიიღებენ ზუსტად იმდენს, რა დანაშაულიც და რა სიღბის დანაშაულიც აქვს ჩადენილი.